აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სხვა მრავალმნიშვნელოვან პროგრამასთან ერთად მასში შემოვალ SIP ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მხარდაჭერით პროგრამას დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს, მათ შორის აგრარული მიმართულების კუთხით. სწორედ ამ პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ კონფერენციაზე. შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში, რომელიც ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა და რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციას სიტყვით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ გახსნა. ჩვენ კარგად მოგეხსენება, რომ სოფლის მეურნეობის როგორც დარგის განვითარებას დიდი როლი აქვს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში. ასევე ის დიდ როლს თამაშობს ისეთი მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, როგორებიც არიან დევნილი ფერმერები. ჩვენ დევნილი ფერმერების დიდი ნაწილი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ისე, რომ არ ფლობენ ინფორმაციას იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც მას სახელმწიფო სთავაზობს. და დღევანდელი ჩვენი კონფერენციის მიზანიც არის მათი ინფორმირება და მათი ჩართვა იმ საგრანტო პროგრამებში, რომელსაც ახორციელებს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. შესაბამისი პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმართულია დევნილთა სასოფლო სამეურნეო განვითარების კუთხით სამი ნაწილისაგან შედგება. ენერგებით უზრუნველყოფის პროგრამა და ენერგე მომავალი, რომელიც თანადაფინანსებით ხორციელდება და მესამე ნაწილია კონკრეტული აგრარული აქტივების შეძენა და მოწყობა, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროგრამას ჩვენ ვახორციელებთ წლის მეორე ნახევარში. ვინაიდან წლის პირველ ნახევარში მიდის კვლევა და ანალიზი, ანუ რა მოთხოვნადი აქტივებია მიზნობრივ ჯგუფში. შესაბამისად ამ კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უკვე წლის მეორე ნახევარში ჩვენ უკვე წინსწრებით გვაქვს შემუშავებული განაცხადის ფორმები. ეს კრიტერიუმები ყველაფერი გაწერილი იქნება, როცა უკვე ჩვენ გამოვაცხადებთ წლის მეორე ნახევარში ამ სამი მიმართულებით კონკურსებს. ზოგიერთი მიმართულება არასაკონკურსო საფუძველზე ძირითადად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიას. ძირითადად მიდის იმ ბენეფიციარებზე საუბარი, როგორც გითხარით, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო სამეურნეო მიმართულებით. სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის USAID-თან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TICAS-თან. 2022 წელს USAID-ის სრული მხარდაჭერით 5 სასათბურე კონსტრუქცია მოეწყო ზუგდიდის ზემოსვანეთის რეგიონში. სათბურები წარმატებით ფუნქციონირებენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ხოლო TICAS მხარდაჭერით 2023 წლის ბოლოს 3 დევნილი ქალბატონისთვის სპეციფიკური ყვავილების სასათბურე კონსტრუქცია გაკეთდა, ასევე ზუგდიდის ზემოსვანეთის რეგიონში. The United States Agency for International Development. USAID-ის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ამაყობს, რომ თანამშრომლობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და ხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, ფერმერებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ $2 მილიონი ინვესტიცია მოახდინა, რათა დახმარებოდა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას. ამ პროგრამის ფარგლებში ფერმერებს და ბიზნესის წარმომადგენლებს წვდომა აქვთ ფინანსებთან და ტექნიკასთან. ჩვენ ასევე თანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ხელს ვუწყობთ, რომ იყოს ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. And our partnership with the government of Georgia. პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია განთავსდება როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ასევე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook გვერდზე. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს გარკვეული განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, როგორც ონლაინ, ასევე სამინისტროში. სარგებლე პროგრამიდან ენერგე მომავალი, რომლითაც 12000 მეტრზე გავაჩენე დაფნის კულტურა. ენერგიმა თითქმის ყველამ გაიღარა, ყველაფერი კარგად მიდისა, ყველანაირ გაყოფილი ვარ და დიდი მადლობა თანადომისთვის.